დღეს გვაქვს მესამე ლექცია, მოგესალმებით პირველ რიგში. ეს მესამე ლექცია შეეხება ადამიანის ჩაკრებს, მერიდიანებსა და ადამიანის ჩაკრებს, სხვადასხვა სისტემებს და მერიდიანებს. როგორც ვიცით, ადამიანი შედგება, ძირითადად ცნობილი არის 7 ძირითადი ჩაკრა. მაგრამ გარდა მაგის არის კიდე დამატებითი ჩაკრები, ამ ჩაკრულ სისტემებს ჩვენ განვიხილავთ დღეს და ასევე ადამიანი შედგება მერიდიანებისაგან, მერიდიანები არის 12 ცალი და ადამიანი შედგება ასევე 7 სხეულისაგან, აი ამ უკანასკნელს ამ 7 სხეულს უკვე განვიხილავთ შემდეგ ლექციაში, რადგან საკმაოდ დიდი მასალა არის და დღეს ამისთვის დრო არ გექნება. ანუ დღეს განვიხილავთ 7 ძირითად ჩაკრას, დამატებით ჩაკრებს და სხვა სისტემებს, სადაც დამატებითი ჩაკრებია და დღეს განვიხილავთ ასევე მერიდიანებს. ჩაკრებს რო შევხედოთ, ჯერ განვიხილოთ 7 ძირითადი ჩაკრა. ჩაკრები განვიხილოთ ქვემოდან ზემოთ. ქვედა ჩაკრები არის მულადჰარა, სვადჰისტანა და მანიპურა. ეს არის 3 ქვედა ჩაკრა. ქვემოდან ზემოთ მოუყვებით, მულადჰარა არის კუდუსუნის სიმაღლეზე, პასუხისმგებელი არის მიწასთან და წინაპრებთან კავშირზე, მისი ფერი არის წითელი. სხვანაირად მას კიდევ მულადჰარა ჩაკრას უწოდებენ ფესვების ჩაკრას. უკინდან რომ შევხედოთ ადგილმდებარეობას, ეს იგი კუდუსუნის სიმაღლეზეა და წინიდან ის არის ფეხებს შორის, სანამდე სხეული დაიწყება. აი ზუსტად მაგ ადგილას. ანუ სასქესო ორგანოსთან. შემდგომი ჩაკრა სვადჰისტანა არის ნარინჯისფერი, მას ასევე უწოდებენ საკრალურ, იგივე სექსუალურ ჩაკრას. ფიზიკურად მდებარეობს ჭიბიდან ქვემოთ 4 თითის დადებაზე, ზოგი ამბობს 2 თითის დადებაზე, ზოგი ამბობს 4 თითის დადებაზე ქვემოთ. და ეს არის სიამოვნების, სილამაზის, სექსუალობის და შემოქმედების ჩაკრა. ასევე ის არის სიუხვის და ბარაქის ჩაკრაც. მესამე ჩაკრა არის მანიპურა, ყვითელი ფერის არის, მდებარეობს მზის წყნურის ადგილას და ზოგი მასწვდის ცენტრალურ ჩაკრად, მაგრამ ცენტრალურ ჩაკრად საერთოდ ითვლება ანაჰატა გულის ჩაკრა. მანიპურა არის ყვითელი ფერის, უწოდებენ ასევე ენერგეტიკულ მზეს, ეს იგი როგორც მზის წყნურის სიმაღლეზეა და ადამიანის სოციუმში თავის დამკვიდრება, კარიერა, ფული, ნებისყოფა, სიმტკიცე, თვითრეალიზაცია, სწორედ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მანიპურა ჩაკრასთან. ის კი ჩვენ გავიხილეთ ქვედა 3 ჩაკრა, ანუ ქვედა ჩაკრები. ეხლა განვიხილოთ ცენტრალური ჩაკრა, ეს არის ანაჰატა, იგივე გულის ჩაკრა. პასუხისმგებელი არის ჩვენს ემოციებსა და გრძნობებზე და არის ხასხასა მწვანე ფერის. მის ზემოთ მდებარე ჩაკრები, ეს არის ზედა ჩაკრები. პირველი ქვემოდან ზემოთ რო წავუყვეთ, ანუ ანაჰატადან ზემოთ რო წავუყვეთ, ხო, პირველი ზედა ჩაკრა არის ვიშნუთა, ცისფერი ჩაკრა არის, ეს არის ყელის ჩაკრა. პასუხისმგებელი არის კომუნიკაციაზე, სიმღერაზე, საუბარზე, თვითგამოხატვაზე. შემდგომი არის აჯნა, ლურჯი ფერის, ეს არის მესამე თვალის ადგილზე, ანუ წარბებს შორის მდებარეობს. პასუხისმგებელი არის აზროვნებაზე, ინტელექტზე, ლოგიკაზე, ინტუიციაზე, ხედვაზე, სმენაზე, ფიქრზე, სიზმარზე, ანუ ყველაფერი იმაზე, რაც გონებასთან არის დაკავშირებული და აღქმასთან. უფრო ზემოთ, იქ სადაც არის თხემი, თხემიდან ოდნავ დაშორებით, ოდნავ მაღლა, ანუ იქ სადაც პატარა ბავშვებს ყიფლი ბანდი აქვს, იმის ოდნავ მაღლა არის იისფერვარდისფერი, ან შეიძლება ითქვას იასამნისფერი ჩაკრა, საჰასრარა ჩაკრა, რაც კოსმოსთან კავშირს, უზენაესთან კავშირს, ანუ ჩვენ სულიერებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება დანარჩენ ჩაკრებს, ანუ სხვა სისტემების მიხედვით კიდევ არის სხვა ჩაკრებიც და ზოგიერთი ჩაკრები არის კიდურებში, ზოგიერთი ჩაკრა არის განლაგებული ამ ძირითად ჩაკრებს შორის სხეულში და ზოგიერთი არის სხეულს გარეთაც, ანუ როგორც ფეხებს ქვემოთ, ანუ ტერფებს ქვემოთ მიწაში, ასევე თავს ზემოთ, ესე ვთქვათ, ცაში. ეხლა ჯერ სანამდე ამ ჩაკრებს განვიხილავდეთ, განვიხილოთ ცნობიერების საფეხურები, რომლებიც გარკვეულ ჩაკრებს შეესაბამება. თავს ზემოთ, აქ მოვყვებით ზემოდან ქვემოთ, თავს ზემოთ კოსმოსში არის ჩაკრა თეთრი ხვრელის, ეს არის ჰიპერუმაღლესი ცოდნა. მის ცოტათი ქვემოთ არის საჰასრადალა, იგივე ბრაჰმალოია, ეს არის უმაღლესი ცოდნა. მერე არის საჰასრარა, რაც უშუალოდ ჩვენი თავის ზემოთ არის, ეს არის ზეცოდნა. თავის არეში, გარდა აჯნა ჩაკრისა, არის კიდე სხვა ჩაკრებიც, ამას შემდგომ განვიხილავთ და თავის არეში შეესაბამება ცოდნას, ეს არის ცოდნის არე, ყელის არეში ვიშუთხას გარდა კიდევ არის ჩაკრები და აქ არის უმაღლესი გაცნობიერებულობა, გულის არეში არის ზეგაცნობიერებულობა, გულის ცოტათი ქვემოთ მანიპურასა და ანახატას შორის არის ჩაკრა აკიტრა, რაც არის გაცნობიერებულობა. შემდეგ არის მანიპურა მზისმულის არეში და აქ არის უმაღლესი ცნობიერი. ქვემოთ ჭიპის არეში არის ჩაკრა ნაფი, ეს არის ზეცნობიერი. უფრო ქვემოთ არის სვადჰისტანა, ეს არის ცნობიერი. ბარძაყის არეში, ანუ ჩვენ ფეხებშიც აქვს ჩაკრები და ბარძაყის არეში არის ქვეცნობიერი. წვირის არეში არის გაუცნობიერებელი, ტერფი არის ნახევრად გაუცნობიერებელი, ფეხები სხეულზეა პასუხისმგებელი, ქვედა ჩაკრები, ადამიანის ქვედა ჩაკრები, ანუ სხეულის ქვედა სამი ჩაკრა, ადამიანის სულზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ადამიანის ზედა ჩაკრები ეკუთვნის მის მფარველ ანგელოზს და თავს ზემოთ არსებული ჩაკრები ეკუთვნის უზენაესის იერარქიებს. თვითონ ბრაჰმალოია, იგივე საჰასრადალა შეესაბამება 64-ს, ეს უკვე არის მეოთხე განზომილება და მასში არის 7 ჩაკრა. ამ ჩაკრების სახელწოდებები არ არის, მხოლოდ ფერები არის მოცემული და მე ახლა ამას არ ჩამოვთვლი, უბრალოდ ვიტყვი, რომ საჰასრადალას ზემოთ არის თეთრი ხვრელის არე, სადაც არის მეხუთე განზომილება და ეს ჩვენ სამყაროს მიღმა და აქაც აქვს ჩვენ ჩაკრები და აქაც არის 7 ჩაკრა. ანუ